მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასაზღვრში ნახართ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ, ჩვენი თანადგომა მინდა გისურვოთ, ვისაც რამე პრობლემა გაქვთ, ვისაც რამე გიჭირთ, ვინც ნიჰილიზმში ხართ და რაღაცა გონიათ, რომ ყველაფერი მორჩა რაღაცა, პირიქით, აუცილებლად აი ხნეთი ყავით, იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და ეს ბოროტის ხრიკებია, რომ რაღაცნაირად დაგაჯეროთ, რომ თითქოს ყველაფერი მორჩა, თქვენი დრო მორჩა, ან ასე შემდეგ, რა ვიცი და არც არ დაიჯეროთ, იმიტომ რომ ეს უბრალოდ პასიურ მომენტში ჩაგაგდებ და მე შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ თქვენ თვითონ ფსიქოლოგიური, ასე რომ წინ ყოველთვის წინ ღვთისმედად იარეთ, აუცილებლად ყველა პატიმარს განსაკუთრებით უცხოეთში მყოფ ქართველებს მივესალმები და განსაკუთრებით მოვიკითხავ იმ ადამიანებს, ვინც არიან პოლონეთის სამრევლოში, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ადამიანი, რომელიც მე არ ვიცი ჯერ ეს 1 საათი როგორ მოვიპოვე, არ ვიცი, იმიტომ რომ აი ყველგან არის. მამაო, წარმოიდგინეთ, ესეთი რაღაცა მე არ მინახია რა და მამა დავით კონჯარია, რომელიც აი ძალიან დიდ პატივს ამ ადამიანს, იმიტომ რომ აი მართლა ხალხზე არის გადამკვდარი და დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ რა, უღრმესი მადლობა, რომ ჩვენი ეკლესიის წევრი ხარ და ძალიან მიხარია მამაო, რომ ხართ, იმიტომ რომ თქვენ ჯერ კიდევ მამა გაბრიელთან გქონდათ ურთიერთობა და იმ დიდ სასულიერო პირებთან და მამა გაბრიელმაც კი თქვა თქვენი მგლობის შესახებ და რამხელას ნიშნავს, რომ დღეს თქვენ ჩვენთან ხართ სტუმრად. დიდი მადლობა მამაო და თუ შეიძლება მამაო, კითხავთ ესეთ რაღაცას. ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვთ თქვენ შეხება და ძირითადად ადამიანური პრობლემები რა არის უფრო წამოწეული წინ და რა მიჩინა თავი. აი რაღაც პრობლემები ხო, აი რაც აი ეხლა უფრო მისახედი არის ვიდრე სიტყვაზე 10 წლის წინ ან 20 წლის წინ აღსარებებში ისმენდით და არ გაგეგონათ, ხო? აი სიტყვაზე თუ შეიძლება, აი ძირითადად ადამიანს ა პრობლემა აქვს. მოგესალმებით, სიკეთეს გისურვებთ, ღმერთმა აგავსოთ სულიწმიდის მადლით, მარხვაში ვართ და იმ სიხარულში ვართ, რასაც ქვია მოციქულთა მოღვაწეობის თანაზიარი ვართ ამ მარხვის შენახვით და ესე იგი ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, რომ აი მარხვის პერიოდში რომ ხშირად ეს კვებასთან პირველ ყოვლისა დაკავშირებულია და ხშირად უჭირს ადამიანს მარხვის შენახვა და ამბობს, რომ აი რა ვთქვა რა, გულის სიტყვა მივაშველო და აი გულის სიტყვა ის არის, რომ უფალმა ჩვენთვის ჯვარი დაითმინა და ჩვენ რაღაცა მცირედი მოვიკლოთ, იმიტომ რომ რადგანაც ხმევით ხდება სხეულის გაჯანსაღება, ხმევით შეზღუდვით და აი ამ მოღვაწეობით წრთობით ხდება მოთოკვა საკუთარი სხეულის, ისევე როგორც ლაგამის მოდება ხდება ცხენზე, ასევე ხდება მართვა საკუთარი სხეულისა მარხვით. და აი ამ მოღვაწეობაში დიდ სულიერ სარგებელს პოულობთ, რა თქმა უნდა, და სული ხდება სხეულის პატრონი, როდესაც ჩვენ მარხულობთ, ამას გრძნობთ განსაკუთრებულად, თუნდაც ის, რომ გულის თქმები მართავენ ადამიანს და მოთხოვნილებები სხეულისა და ვერ უმკლავდება ადამიანი ამას, ეს იქნება სიძვა, მრუშება, ნარკომანია, ლოთობა, მრისხანება, ვერ უმკლავდება ადამიანი ამ ნებებს, ეს იმიტომ არის, რომ ადამიანი არ მარხულობს, არ ლოცულობს და არ აქვს შესაბამისად ძალა, აი უარი თქვას მაგალითად იმ ლუდომანიაზე თუ რა თამაში უარი. რატო არის, რომ იმ საკუთარ ესე იგი სხეულს ვერაფერს უკეთებს, ანუ სხეულის მოთხოვნილებებით დაიარება ადამიანი. ახლა ლოცვად რო დადგე გატყუებს სხეული, არ შეგიძლია დაღლილი ხარ და სიგარეტის ესე იგი საყიდლად 5 კვარტალს გაივლის ადამიანი, რომ იქ იყიდოს სიგარეტი და ხო და ეს რა არის? ეს არის ზუსტად ის, რომ ადამიანი მთლიანად კუჭზე არის, ესე იგი ორიენტირებული და კუჭი მართავს ადამიანს და მოთხოვნილებები და მარხვა არის პირიქით აი ამ კუჭის დამონება სულზე. და აი ამ გონიერების, ესე ვთქვათ, წინ წამოწება ადამიანის არა ესე ვთქვათ, ცხოველური ინსტინქტებით მართვა ადამიანისა, რომელიც ჩვენ მრავლად გვაქვს ისედაც, რადგანაც ჩვენ სხეული გვაქვს, არამედ
ეს ყველაფერი იმართებოდეს ღვთისაგან, მადლისაგან და სულისაგან, რომელიც გაბრძნობილია ღვთის მადლით და მადლობა უფალ ღმერთს, რომ ეკლესიის წევრები ვარ და ყველაფერში ღვთის განგებულებას ვხედავ და ყველა ჩვენი დაცემა, ყველა ჩვენი ესე ვთქვათ უძლურება არის ღვთით ბოძებული ჩვენთვის, ჩვენი სულისათვის და მე ახლა თქვენ ჩამონათვალე ძალიან დიდი და იმ ჩამონათვალს, რომელთაც ანუგეშებთ, მინდა ანუგეშო ჩემი დევნილი აფხაზეთის მოსახლეობა. კი, არა, დიახ და ეთყობა ჩემთვის დაგჭათ, კი არ გამოგჭათ და ამიტომ ეთმე რომ ესე იგი რომ ეს თითქოს ისეთი მაცხოვარი ამბობს რომ ამიდის ცნობა ხო იცითო როდესაცო გაიხედებითო და შესაბამისად ცვალებადობა შენში განწყობას გიქმნის ანუ ხედავ ჩვენ რაღაც ცვალებადობას ვხედავთ ისეთ საინტერესო ცვალებადობას რომ შეიძლება ეს საოკუპაციო ჯარები თავის სახლებში წავიდნენ ეს ახალგაზრდები რა რომელთაც თავიანთი სამშობლო აქვს და დაიცვან თავიანთი სამშობლო იქნებათ მგონი ცოტა ხანში დასაცავი უფრო ვიდრე ესე ვთქვათ ჩვენი ოკუპირებული მიწების ესე ვთქვათ ოკუპაციას ეწეოდნენ ბრჭყალებში თითქოს მომრიგებლები არიან და რა მომრიგებლები არიან კი ვხედავ ჩვენ ამას ცუც აფქვევენ ესე იგი შხამს ესე იგი აფქვევენ და შხამავენ ჩვენ და აფსუებს და ჩვენ აფხაზებს და აი ესე ისა გვაქვს თქვია დაპირისპირება ხო რაღაცნაირად და ეს ყველაფერი ცოდვა რა თქმა უნდა და ეს ცოდვა დაუჟელი არ ხდება და ყველაფრის საზღაურის გება უწევს ადამიანს რომ ღმერთო მერლანი აცხონოს ის ჩვენი თანამემამულეები რომელთაც ომის შემდეგ სახელმწიფო ამბობს რომ 5000 ქართველი მოიკლა ეთნიკური კუთვნილების გამო ანუ მოხდა მასიური დახოცვა ხალხისა და ეს საგულისხმოა და ეს უბრალოდ ეს ხალხი რო დარჩენილიყავით მოხდებოდა ესე იგი ეთნოწმენდა გადაიზრდებოდა გენოციდში რა თქმა უნდა და საშინელება იქნებოდა რა საშინელი რამ მოხდა და ეს უპატიებელი ცოდვაა და საქართველოს ეკლესია თავის არავის ტერიტორიაზე არ იჭრება ეს არის მისი კუთვნილი ისტორიული მიწაწყალი ქართულითა ენითა ღვთის მადიდებელი ადგილია და ყველა წარწერები არის ქართული ენით შემოსილი ქართული კულტურაა და რა თქმა უნდა საქართველოს აღდგება ღვთის მადლით პატრიარქს აქვს ნათქვამი თქვენ რომ ამბობთ პატრიარქი გამახსენდა რომ ტყვია არ გავარდებაო ისე დაბრუნდებაო აფხაზეთიო აი ერთი ტყვია არ გავარდებაო და მე ვფიქრობ რომ ეს ესე იქნება ნამდვილად და ეს უაზრობა დამთავრდება იმიტომ რომ მავთულხლართები ეს არის გასული ათასწლეულების და საუკუნეების რაღაცა გადმონაშთი 21 საუკუნეში ხალხი არათუ სახელმწიფო საზღვრები არამედ ხალხი ფიქრობს გალაქტიკაში გადავიდეს და სხვაგან იცხოვროს და როგორ შეიძლება რომ ესე იგი მავთულხლართები რაღაც დინარეებს, ხობებს ედავებოდა ქართველ ერს რა და აი ესე რახან მაგარი ხან ხო რახან მეტი ძალა გაქვს ღმერთი ყოველთვის გამოაჩენს შენს მომრევს აი ეს უნდა გესმოდეს რომ მომრევს ყოველთვის გამოაჩენს ღმერთი და პატრიარქი ესე ამბობდა რომ ეს გაგრძელდება მანამ სანამ ეს განსასწრელი ჩვენ გვჭირდება როგორც კი დაამთავრებს ეს განსასწრელი თავისი საქმის შესრულებას ანუ ჩვენს სარწმუნოებაში მოქცევას ღმერთი გატეხავს ამ განსასწრელს და მასში ღუმელში შეაგდებსო და დამთავრდება ეს განსასწრელი შავი ღრუბელი გადაივლისო და ღმერთს შენდობას თხოვდა არავის ცუდი არ გვინდა ყველასთვის სიყვარული გვინდა და ესე იგი ღმერთმა მქნას მშვიდობა და აი თქვენ რაც ბრძანეთ ის თემა რომელიც არის რომ ჩვენი ფიქრი ზრუნვა რა თქმა უნდა სიხარულის გამზიარებელი უნდა ვიყოთ და უნდა გვახარებდეს ყოველივე მოცემული ღვთისაგან აი დილას რო გავიღვიძებთ და ესე იგი დედა მყავს, მამა მყავს, ძმა მყავს, და მყავს, შვილები მყავს, ოჯახი მყავს. რამდენი რამე მაქვს რის გამოც ღმერთს მადლობა უნდა შევწირო. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, აბა რა და აი უნდა ვხარობდეთ და დღევანდელი დღე ჩვენთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი და მადლობა უფალ ღმერთს ყველა დიდი წყალობისთვის და თუ კი რამ გვაქვს ჩვენ ნაკლი ეს არის ჩვენი ღმერთთან დაცილება და ღვთისაგან პირის ესე ვთქვათ ღვთისაგან გასვლა და ღვთისაგან რო გავდივართ მე რა თქმა უნდა ნაყოფი იმისა რითიც ჩვენ ვარსებობთ და შედეგი აი ამ ყოველივესე აისახება ჩვენ ცხოვრებაზე და უნაყოფო გამოვდივართ რა ღმერთი ამბობს თქვენ ხართ რტონი მე ვარ ვენახი
დაადრეკით ვენახსას ზედა შვილებო, რომ გამოიღოთ ნაყოფი, როგორ შეიძლება რტომ გამოიღოს ვენახის გარეშე, ძირის გარეშე ნაყოფი, ხო? აი ესევე თუ კი დავადღრებით, გამოვიღოთ თუ არა და როგორც ნასხლევნიო ისევ დაიწვებითო. ჩემს გარეშე დაიწვებითო და დაიწვება ადამიანი, ღვთის გარეშე ვერ ზიდავს, ვერ მოერევა ამ ცხოვრებას. როგორ შეიძლება საკუთარ თავს ვერ უვლი ჯერ? საკუთარ თავზე ვერ მიმიხედია და ჩემ თავისთვის ვერ მიმკურნალია და ამხელა ოჯახს და მე კიდე ძლები, სიძეები, შვილიშვილები, ამას როგორ შეიძლება გაუძღვეს ადამიანი ღვთის გარეშე? წარმოუდგენელია, რომ ეს არ ხელეწიფება ადამიანურ ძალებს, არ ექვემდებარება. შეუძლებელია. ეს არის სასწაული, ხილული სასწაული, ოჯახი არის ხილული სასწაული. აი ეს სამი თაობა რო არის დღეს საქართველოში, ხო? ეს მოშლილია მსოფლიოში, არსა და ეს ძალიან ისეთი თვალსაჩინო გახდა, რომ ოჯახის სიმყარე აღარ არის მსოფლიოში და ჩვენში ეს არის, ეს სამი თაობა არის, ბაბუა, შვილი და შვილიშვილი, წარმოიდგინე ზოგან 4 თაობაც არის და მეტიც და დიდება უფალს ამ დიდი წყალობისთვის და აი ეს რო გააკეთო, ღმერთმა უნდა დაგლოცოს. ღვთის გარეშე ამას ვერ გააკეთებ, იმიტომ რომ დღევანდელობა სხვა რამეს გვეუბნება, დღევანდელობა გვეუბნება, რომ ესე იგი საკუთარი ეგოიზმით იხემძღვანელი, საკუთარი თავით იხემძღვანელი. აგერ ხო, მეზე უნდა იყო ორიენტირებული. წესიერად თუ არ გითხრა ერთმა მეორეს გამარჯვება, დაშორდიო ეუბნებიან ფსიქოლოგები. აი, პატივს არ გცემსო, არ უყარხარო. ესე როგორ შეიძლება ასეთი დარიგება ცოლ-ქმარს მიცე? როდესაც ღმერთი ამბობს, რომ მელი ღმერთმა შეაუღდნა, კაცი ნუ განაშორებენო. როგორ ვისა არავის აქვს უფლება, რომ ადამიანს უთხრას, მეუღლებს დაშორდით ერთმანეთს. ეს შეუძლებელია და ეს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს ადამიანმა. დაუშვათ თუ თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ესე იგი ჯვრის ზიდვაში რა და დავეხმაროთ, რომ ზიდოს აწიოს ეს სიმძიმე და რატო ვერ ვწევთ ამ სიმძიმეს? ამ სიმძიმეს იმიტომ ვერ ვწევთ, რომ ღვთის მადლი გვაკლია. цариელები ვარ. თან არ გჯერა და სული არის მოშიებული. ღმერთი დასნიშნავს, სული მოშიებულია ღვთის საიდუმლოებებში, როგორიც არის აღსარება და ზიარება, არ მონაწილეობა, ნიშნავს სულის სიცარიელეს, წირვაზე არ დასწრება. სულს ხომ უნდა საკვები. ამას თუ სული არ მიიღებს, ესე იგი და აი ამიტომ მე ხდება ის რაღაცა აი გაუგებარი რამ, რომლის დროსაც ადამიანი ახლა შეიძლება ეგონოს ადამიანს, რომ როგორ შეიძლება მე ეს ამდენი რამე მოვითმინო. შეუძლებელი ლოგიკას არ ექვემდებარება და აბა ღმერთი რამდენს გვითვენდა, ღმერთი რამდენს გვითვენს ყოველ წუთას. ყველაფერი მოგვითვინა ღმერთმა, მთელი ცხოვრება გვითვენს და ჩვენ მცირეოდენი არ უნდა მოვითვინოთ, რომ აი ერთმანეთის ზიდვით, ჯვრის ზიდვით და იმიტომ არ შეგვიძლია რომ მოძღვარი არ აქვს. იმიტომ არ შეგვიძლია რომ მოძღვარს არ ვეკითხებით. ის მოძღვარი გარდა იმისა, რომ საოცრად ღვთის დარიგებებს მოგცემს და ღვთის ესე ვთქვათ გზით გატარებს, გარდა ამისა კიდე ილოცებს კაცო შენთვის. ღმერთ შეევედრება, რომ ღმერთო დაეხმარე, შეეწიე ამ ოჯახს, რომ განაციცეს. ყოველ შემთხვევაში რომ მიდიხარ ნიჰილიზმისკენ, წამოგიყვან საკეთკენ მამაო და რამდენი ყოფილა ეგრე რომ გადაურჩენიათ და აი თუ შეიძლება მამაო, რატო აღარ გძნობს ადამიანი საჭიროებას მისას რა? აი ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა ეს და ამბობს აი ასაკში მყოფი რაღაცა რომ ყურადღებას რომ მიაქცე მამაო, უცბად ხვდები რომ მარტო არის ეს ადამიანი და შენი პატარა ყურადღება იმდენად მიაჩნია, რომ სხვებისაგან არის მიტოვებული და ძალიან წდება გული, რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში. იმიტომ საქართველოში ყველაზე პატივსაცემი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც უფრო ასაკი ემატება, ხო, რაც უფრო ასაკი გემატება, მით უფრო ოქრო ხდები, ხო და ძვირფასი, ხო და აქ პირიქით ხდება ხოლმე მამაო და აი ამ შემთხვევაში მამაო, აი ამ ადამიანებს რა შეიძლება რომ უთხრათ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ხა ეკლესიას რა პრობლემაც აქვს, რომ ებძვიან ეკლესიას, იმიტომ ებძვიან, რომ ეკლესიაში ფასდება ყველაზე მაგრა ასაკოვანი ადამიანი. აი რაც უფრო ეხა მღვდელი მაგალითად, აი ჩემთანაც ხო რომ მოდიან ხოლმე ხა თქვენ 20 წლის მღვდელი ხართ, ვიღაცა 30 წლის რომ უფრო მეტი რაღაცა უფრო კი ყველასადმი მოწიწევა მაქვს, მაგრამ აი ასაკში ხო აი მაგალითად სტარეცი რომ ამბობი რაღაცა უფრო მეტად ფასეულია ჩვენი პატრიარქიც, ჩვენი დიდი პატრიარქი, რაც უფრო მეტი წელი ემატებოდა, მით უფრო მეტად ვაღმერთებდი და ვაფასებდი, ხო? თუ შეიძლება მამაო, აი ადამიანები გძნობენ მამაო პირიქით, როცა უნდა იგძნონ თავი დაფასებულად.
მაშინ გძნობენ ყველასაგან უარყოფილად თავს და რასთან გვაქვს მამაო საქმე? აი მატერიალურმა ხო არ წამოიწია, რომ აი ეს უკვე საჭირო აღარ ფული აღარ აქვს, თანამდებობა და ეს უკვე არაფერი აღარ არის ჩემთვის ბებია რა უბრალოდ. აი რაშია მამაო საქმე? არა და პირიქით ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ აი ბებია რო იტყოდა ან ბაბუა ხო ჯახში უკვე იქ თემა დაალაგებული იყო რა ის იყო რა. ყველაზე მაღალი ისა რა და თუ შეიძლება მამაო აი ამა რატო მოიკლო და რას დაგვიშავებს ეს თუ შეიძლება იმიტომ რომ ამის გამო ხო დავისჯებით ჩვენ აუცილებლად. იმიტომ ჩვენს დავბერდებით და ჩვენს მოგვექცევიან. დიახ, ეს შესაბამისად. ბაბუა და ბებია თავისთავად ხო ვიღაცის მშობელია პირობებისა ხო? მაპატიცით თეატრო ის აი ეს ომები და რაღაცები იმიტომ დაიწყო იქ უფროსების რო დაეჯერებინათ აფხაზეთში ან იმაში. ყველა ბძენი კაცი მაგას ამბობდა რომ ეს არ გინდათ თქვენ ერთმანეთთან ეს მაპატით აი აქამდე მივიდა. უფროსის არ პატივისცემა მე გამოიწვია ეს ომები იმიტომ რომ ადამიანი თავხედი არ უნდა რომ ვიღაცის დამჯერი იყოს რა და ეს მომენტი ხდება ხოლმე მაპატი რაღაც გარკვეულ სწორად მას მინიშნებებს გვაძლევთ ხოლმე გიორგი და სწორად ხედავ თქვენ ამ ყველაფერს რომ დიახადაც ესე იგი ის ბაბუა და ბებია ასევე მშობელია ჩემი მაგრამ თან მამა ჩემის და დედა ჩემის მშობელი ხო არის და ახლა მამა ჩემი და დედა ჩემი რატო უნდა არ მყავდეს პატივში და რატო არ უნდა ვზრუნავდე მათზე და რატო არ უნდა უთხრა მათ მადლობა და მთელი ცხოვრება რატო არ უნდა ვეფერო სანამ მეყოლებიან ამ ქვეყანაზე ხო და მერეც უნდა გავაგრძელო ეს მოფერება ანუ ეს რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ჩემში ადამიანობის დონე არის შემცირებული რა ძალიან დაპატარავებულია ჩემში ადამიანობა და ეს რატო არის ეს რის შედეგია ეს არის იმის შედეგი რომ ყველას დიდი ადამიანი არის ღმერთი იესო ქრისტე აი მასთან სიახლოვე არა მაქვს მე ეს იწევს ჩემში აი ამ ესე იგი ცხოველურ საქციელს თუმცა ცხოველი ზრუნავს თავის ესე ვთქვათ ერთმანეთზე ზრუნავენ და ესე ვთქვათ სადამდეც შეუძლია ცხოველურ ინსტინქტს სადამდეც შეუძლია ესე ვთქვათ ფიქრი და ზრუნვა იქამდე წდება და ჩვენ ხო ადამიანები ვართ ჩვენ ხო მარადიული არსებანი ვართ ადამიანს როგორც ხივს არ აქვს დასასრული ისე დასაწყისი აქვს და არასდროს არ მთავრდება ადამიანი არის მარადიული ქმნილება ღვთის ხატად შექმნილი და მსგავსად და შესაბამისად რა თქმა უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ერთმანეთზე და დიდი ნუგეში არის ოჯახში როდესაც მშობელია და მას უნდა ვეფერებოდეთ მას უნდა მისგან ლოცვა კურთხევას ვიღებდეთ ვუვლიდეთ ეს ხო რამდენა მადლი მოიწევა ადამიანზე რამდენა ცოდვების პატიება ხდება როდესაც ღმერთი ხედავს როცა შენ ღმერთი რას ამბობს რომ მე კი არ მცევ პატივიო პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსაო და მე კეთილი გეყოს შენ ხო მე მცნებ პავლე მოციქული ამბობს ახთო პავლე რომ მცნებაო აღთქმით დამოწმებულიო რა მე აღთქმას გიდებს ღმერთი რომ თუ კი შენ პატივსე მამას და დედას მე გეუნება რათა კეთილი გიყოს შენ და დღეგრძელი იქნე ქვეყანასაზე და ჩვენ გვაქვს 10 მცნება ძველი აღთქმის მოსეს სინასტაზე მიცემული 4 არის ღმერთის მსახურების დანარჩენი 6 არის ადამიანის მსახურების და აი ამ მეხუთე მცნება პირველი კაცთა შორის მცნებაში დგას პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იქნე ქვეყანაზე და ესე იგი ბედნიერი რო იყო და მრავალი წელი იცხოვრო ღმერთი გეუნება ეს მცნება აღასრულიო და აზრი არა აქვს იმ თქვა ჯანსაღი ცხოვრების წესის ორიენტირის მიცემას თუ რაღაცა კვებას და ასე შემდეგ ძმებო და დებო თუ კი ჩვენ ამ მცნებას არ აღვასრულებთ ის ყოველივე ფუჭი და ამაოა ამის გარეშე ვერ მოვიპოვებთ ბედნიერება მშობლის პატივისცემის გარეშე და ეს არის ღვთით ბოძებული ბედნიერების წყარო და მაგიტო გვეუბნებოდა პატრიარქი სულ რომ მიდით მშობლებთან დაალოცინეთ ხელზე ემთხვიეთ ესე იგი ეს აღასრულეთ და არ ამბობს ღმერთი არც მე ამბობს არა კაცკლა არა იმრუშო არა იპარო არა გული გითქმიდეს ხო და ესე იგი არა ცილისწამო მოყვასა შენსაც ამები და წუით და არა გული გითქმიდეს ხო ესე იგი მოყვასე ანუ შეგშურდება შენი მოყვასე და არც ერთ მცნებაზე არ ამბობს რომ ამას თუ იზამ ამას ესე იგი გაგიკეთებ აი მხოლოდ მშობელზე ამბობს და არც ერთ მის 4 მცნებაზე არ ამბობს ესე ვთქვათ მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნა ღმერთი უცხონი ჩემსა გარეშე არა ქმნე თავისა შენი საკერპნი არა მოიღო სახელი ღვთისა ამაოსა ზედა და ყოველკვირა ტაძარში იარე მე 4 მცნება და
წმინდა ხავ ხოლო მშობლის პატივისცემაზე ამბობს რომ ამაზე მე ვარ ესე იგი აღთქმის დამდები შენთან შენ ამით თუ იცხოვრებ და რა გამოდის რატო არა ვარ ბედნიერები იმიტომ რომ მშობლებს აღწევთ პატივს პირველ ყოვლისა აი აქედან იწყება ადამიანის ბედნიერება და ცხოვრების მრავალწლოვანი ცხოვრების საიდუმლო და როდესაც შენ მშობელს პატივი მე სხვის მშობელსაც უნდა პატივი კაცო ის მშობელია ანუ შენ უფროსი ბაბუა და ბებიაც შენი მშობელია რა ბაბუების და ბებიების გაზრდილები ვართ ჩვენ და რა თქმა უნდა აი ამით უნდა ვცხოვრობდეთ ადამიანები და მათთან ერთად უნდა ვხარობდეთ და ქამისავით კი არ უნდა ვიყოთ მამის შიშიშვლე კი არ უნდა წარმოვაჩინოთ არამედ უნდა დავფაროთ მამის შიშიშვლე სემმა და იაფეთმა რაც გააკეთეს და დაიმკვიდრეს ქვეყანა და კურთხევა და ქამი დაიწყევლა ხო მისი ძე დაიწყევლა და როგორ ეს ნოეშვილებზეა ნოეშვილებზეა ხო სამი შვილი ყავდა და ერთმა უმტყუნა ერთმა დაცინა მამას ხო მამას დაცინა და ის ღვინო დააყენა დადუღდა ის ღვინო ძველ აღთქმაში წარღუნამდე იმ ღვინოს არ ქონდა ესეთი გრადუსი იმიტომ რომ ბზის სხივები ისე არ ეფინებოდა ღვინოს გრადუსი მიიღო მაჭარიდან მიიღო დადუღდა და რო დალევდა და უშო მოერია უბრალოდ მოერია ხო და მოერია რატომ იმიტომ რომ ცვლილება განიცადა სამყარო რატო დათვრა ნოე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბობენ მამები რომ აი ამდენი წყარლი დედამიწას გარს აკრავდაო წყლის გარსიო ამან ჩამოწვიმაო წარღვნის დროს ამდენი წყალი საიდან მოვიდა ამან ჩამოწვიმა და დატყორა მთელი დედამიწა რა ხო და აი ამის შემდგომ იმიტომ ცხოვრობდა 1000 წელი ადამიანიო რომ მზის სხივის რეაქცია და ესე იგი რეაგირება და რადიაცია იყო დაბალი და ახლა არის მალე ვჭკნება ჩვენი სხეული და მალე ვბერდები. აი მზის ხო, მზის ზემოქმედების შედეგად. და 1000 წელი იმიტომ ცხოვრობდა განგდებული ადამიანი და წარღვნის შემდგომ იმიტომ ცხოვრობს 100 წელს მიწეული ადამიანი, რომ ეს ყველაფერი მოიშალა სამყაროში, ნოემაც მოკიდა ამ ღვინოს, რეაქციაში შესულ ღვინოს, დალია ეს ღვინო დათვრა რომელიც როგორც აი თვიდუღილი მაჭარი იყო და მეტი არაფერი ანუ წყალი სად იყო ეს წყურვილის გამო მიიღო წყურვილის გამო მიიღო ეს ღვინო და არა სხვა რამის გამო დალია დათვრა და მე დაცინა კამმა რო დაცინა დაიმკვიდრა ესე იგი ის წყევლა და მაკურთხეველი შვილები კი ვიცი წემი და იაფეტია და აი ასევე მშობლისგან კურთხევა უნდა დამრჩეს მე მშობელო უნდა თქვას რომ აი გამიჩენიაო რა ღმერთო დიდებულო სანუგეშოდ მომევლინეო როგორ შეიძლება მშობელი რო ცუდს ამბობდეს ჩვენზე ეს როგორ შეიძლება რომ აი ესე იგი როგორი ცუდი უნდა ვიყო რომ მშობელი ჩემზე ცუდს ამბობდეს რომ ეს უვარგისიაო როგორი გული ჯერ მშობელი ამას რო იტყვის რა ხო რა უნდა ათქოს ადამიანზეც არის საუბარი აუცილებლად ზოგს არ ყავს ახლა მამა რაღაცა მაგრამ უფროს პატივი უნდა სცე ყველას თუნდაც ღდელი მშობელი რა საერთოდ ვინც არის უფროს ადამიანს მშობელი იყო რა თქმა უნდა მშობლის დაკორებული ვარ თავის მშობლებს ცუდად ვინც ექცევა სხვის მშობლებს ვერ დააჯერებ მაგას სხვისას კარგად ექცევიან და სხვისა თუ ექცევ შედალოცვილო კარგად ხო ფარისეველი ხარ შენსას რო არ ექცევი ხო კარგად და ეს უნდა გავითვალისწინოთ იმიტომ შენის პატივისცემით იწყება მე იმ სხვის პატივისცემა ხშირად ყოფილა აი მამაო ჩვენც ბავშვები რო ვიყავით ხოლმე ვაკვირდებოდი ხოლმე რა რომ ადიოდი ხოლმე და ვინც ყველაზე აი ხო იცი კარგად თქვენ როგორ ბრძანდები და ძალიან ძდილობიანი რო იყო სახში ვაკვირდებოდი იმ ადამიანს და სულ არ იყო ეგეც ძდილობიანი რა და ეს არის ეთყობა ადამიანის იმაში არის რა რომ რაღაცა ჩვენსას არაფასებ და მე ამ ყველაფერზე გული დაგწყდება აუცილებლად იმიტომ რომ მე ხა ვინც არ დამიფასებია ჩემ და უყურადღებობის გამო მამაო ყველაფერი მინანია და აი მაგას აი რას ვინანებთ მამაო რა იმიტომ რომ აი მამა გაბრიელის დროს პატრიარქის დროს მაგალითად რამდენმა ინანა რამდენმა იმას მამა გაბრიელთან რიგები იდგა რომ მოდიოდე რომ კომუნისტების დროს ეხა ძირითადი მასა ტყუილია რომ პატივს არ ცემდნენ პატივს ცემდნენ მაგრამ ვიღაც ღმერთის მებრძოლები იყვნენ ეკლესიის გარეთ ვინც იყვნენ და ისინი არ ცემდნენ პატივს და ებრძოდნენ ხო თორე ეხა იმ პერიოდში ვინც იყვნენ აი მამა დავითი და მეუფე დანიელი და ისინი პატივს კი არა ხელის გულზე ატარებდნენ მაგრამ ის ადამიანები იყვნენ ვინც ებრძოდნენ ვისაც ამხელდა ხოლმე და არ მოწონდათ მამო ხო და ის მომენტი არის რომ ისა რა ქვია ანუ უნდა ვიცოდეთ ვინ ებრძოდა იმიტომ რომ სულ ყველა ამბობს მამო ებრძოდნენო და რომ გამოდის ისე რომ ჩვენ ეპოქაში იყო მამო და თქვენ ხო ხდებით ისე გამოდის რომ ეგრე არ არის იმიტომ რომ კი იყო რაღაცნაირად ბრძოლა აუცილებლად იქნებოდა იმიტომ რომ ის სალოსი იყო და სხვა ის ქონდა დატვირთვა ძნელი იყო მოსმენა
ძნელი იყო მოთმინა. დატევა იყო ძნელი. ახლა როგორია რომ მოდის და სულ გეუნება ის რაც შენ დააშავე. მე ერთმა მღვდელმა მითხრა. ძალიან დიდ პატივსცემა მღვდელს, იმიტომ რომ სიმართლე თქვა. ვიცხედი სუფრაზე. მამა გაბრიელზე რო წამოვიცავრი კილომეტრი ულიდიო გვერდზეო კაცო მე შინოდაო და არ მინდოდაო მაგის დანახვა იმიტომ რომ მეჩხუბებოდაო სულო და მეტყოდაო რაღაცა სათქველსო და ისე რომ ვამბობთ ახლა მამა გაბრიელთან მოთმინება უნდა გქონოდა საოცარი რომ გაგეძლო და თავი უნდა დაგეხარა ბოლომდე რომ მოგესმინა იმისთვის იმ სიტყვებისთვის მამხილებელი რომელსაც გამხელდა წოდვას გიმხელდა წოდის ნაირსახეობას გიმხელდა ზუსტად ისე ქმედებებს ჩაატარებდა რასაც თავად აკეთებდი წოდვის დროს და რაღაც ისეთ რაღაცებს აკეთებდა რომ და ეს სალოსობა თან ყოველთვის არ ქონდა ეს რაღაც პერიოდები ქონდა ხოლმე დაუშვათ აი თვეში ერთი კვირა შეიძლება ქონოდა ესეთი რომ აი ვითომ სვამდა და მაშინ იწყებდა ისეთ რაღაცებისკენ თორე ისეთ დროს ვერ გაარჩევდი უბრალო ადამიანისაგან წყნარი უმშვიდესი საერთოდ არ უნდოდა ეს მას მაგრამ მას მოუწია ამ გზაზე დადგომა და უფალმოაც მიმადლა ძალა და დიდია მაგით უნდა რა თქმა უნდა ვინ სამხილებელი იყო არ აკლებდა სამხილებელ სიტყვას მამა გაბრიელი ხო იმაში ვხედავდა რაც რენტგენი იყო სიცოცხლის ბოლომდე ვხედავდა რანი ვიქნებოდი და როგორ ვიქნებოდი და არ გვაკლებდა რა თქმა უნდა იმ დარიგებას და იმ მამობრივ დარიგებას და ვინ როგორ ღებულობდით ახლა იქიდან გამომდინარეა და მაგის შენიშვნა და მაგის ესე ვთქვათ სიახლოვეში ყოფნა არც საჭმელი გინდოდა და არც სასმელი ოღონდ მას ეთქვა და რას ვდანებთ რა ეს იყო ნეტარების რაღაცა დიდი 64 ღმერთის ესე იგი იმ ნეტარების განცდა იყო რომელიც მერმეს სიცოცხლეში ექნება ადამიანს ჩვენ და დაუმსახურებლად ეს არის რა არის ეს გრძნობა ეს არის როდესაც აი მთელი დღე თქვათ ლოცვაზე ხარ აი სულ მთელი დღე გრძნობ რაღაც საოცრად ღვთის მადლს ხო აი გავს როცა აი მირონდინარე ხატებთან მიდიხარ ის რაღაც გასაოცარი გრძნობები რომელიც სულს ეფინება ხო აი საოცარი ეს იყო მუდმივად მამა გაბრიელთან დაუმსახურებლად იმიტომ რომ ეს ვერ იტევდა ამ მადლს როგორც მისი წმინდა ნაწილები ახლა მუდმივად აფქვევენ ღვთის მადლს მთხოვნელებს ყველა ვინც მიდის აი ესე ჩვენ და დაუმსახურებლად ასევე მამა გაბრიელის სიცოცხლეში ეს იგრძნობოდა რომ ეს იყო რაღაცა სხვა სამყარო სულიერი დიდი და დიდებული და მადლობა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის რომ ადამიანისაგან ეს ვიგემეთ და წმინდანების სიახლოვე როგორც პატრიარქი იყო რატო იყო გამორჩეული მასთან ყოველთვის სიახლოვე მის საფლავზე მისვლა რატო არის გამორჩეული და მისი გახსენებაც კი სულს როგორ ხმის გაგონება როგორ სულ სიმშვიდეს მოფენს და როგორი წყალობა და ეს იმიტომ რომ ხო ჯერ ვერ ვიაზრებთ როგორი საგვაქ რა ქვია რამხელა და ორი თვეა გასული და როგორი ეს არის და მდგომარეობა 2-3 თვე გასული და როგორი ტკივილი რამდენი დანაკლისი გვაქვს რა როგორი არის ეს რომ მაინც რომ შენ სიახლოვეს რო წმინდანი არის როგორი ბედნიერებაა და სული საცხონებლად ნახევარი საქმე გაკეთებულია როცა წმინდანი გყავს გვერდში და მის სიახლოვეში ხარ რა შენი სულის ცხონება წარემართება და ეს არის ღვთის დიდი წყალობა როგორიც იყო წმინდა ნიკოლოზი, სხვა წმინდა მამები იოანე და გიორგი ბეთანიელები და უამრავი უთვალა ილარიონ ყანჩაველი და სხვები აი ეს დიდი მამები ალექსი ბერიშვანია, სხვა 1000 სერაფიმე საროელიეს გამორჩეული მამათა შორის ხო, რომელსაც უამრავ გზის ღვთისმშობელი გამოიცხადა. დღეს დაბადებული სერაფიმ საროელობას და მამაო სხვათა შორის ძალიან უყვარდა, მაგრამ მე შევაყვარე ძალიან. ხო იყო ეგრე. მეტად შემაყვარე. ჩვენ ურთიერთობაში. კი, ნამდვილად ასე იყო. მე რა მაქვს დასამალი, მე მიჭირდა ესე ვთქვათ იმ მდგომარეობის გადატანა, რომ ეს ყველაფერი ესე რთული იყო. მე აფხაზეთიდანა ვარ და როცა ეს რაღაცა ეს ცოტა გული მტკიოდა, რომ რატო გვიქნეს ესე, რატო მოგვიქცნენ ესე, მაგრამ ახლა ჩემთვის კრემლის თანამშრომელი და რუსიერი აბსოლუტურად სხვადასხვა ხალხია და დიდ პატივსცემი აქვს რომ დადიან ეს ხალხი რაღაცა რო ჭირდება დახმარება, მე ყოველთვის ვაწვდი მათ დახმარების ხელს და ყურადღებით ვარ მათ დამი და არასოდეს მათ არ უგულებელყოფ და თუ რამე ჭირდებათ, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ, მე მაგ ეს განცდილი რა. ეს უსახკარობა, ეს წამოსვლა მიუხედავად იმისა, შეიძლება თუ თქვათ ეგ მომენტი, იმიტომ ბევრს ჭირს ეგ რაღაცა და აი ცდებიან, ხო? არა, ეს რა თქმა უნდა. აი ეს არის ნეტარება. მე მაცხვარი ამბობს შიოდა და მაჭამეო.
მოწყურო და მასიო არ მქონდა და შემოსიო. იქ ხო არ ამბობს რომ ჩვენ ქართველები ვართ ის ვეფხვი და მოყმე გვაქვს და ჩვენ ისე ვართ რომ სტუმარს ყოველთვის ესე იგი სტუმარს ღებულობთ ღვთისკაცად და მკვლელი სახში მოუვიდა და ჩვენ არა გვაქვს ეს იგივე მოწყალე სამარიტელი აბა რა და როგორი ზრუნვა გვაქვს ქართველებს და ჩვენ სტუმარ ადამიანს და ხიზან ადამიანს და ეს ხიზნები არიან ვინც არიან შემოსულები გახიზნულები არიან ხო გამოიქცნენ რა გამოეცნენ რაღაცას აბა რა უნდა ქნა საწყლებმა ადამიანია რა და ვინც მოვიდა სამშობლოში ჩვენ სამშობლოში ჩვენ რა თქმა უნდა მათ უნდა ვიფიქროთ მათ ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და დავეხმაროთ მათ სწორგზაზე დავაყენოთ და როგორც გინდაო და არის შეხედულება დიახ ოქროს ფორმულა რა არის აი ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ ჩვენ ვის უკეთებთ ესე იგი ვისთან სწორდებით ქრისტესთან ქრისტეში და ქრისტე არის ჩემი თავი ჩემი ფიქრი ჩემი ამომავალი წეთი ქრისტე ამბობს ეს არის ოქროს ფორმულა როგორც გინდა მოგექცნენ ისე მოეკეცი შენ სხვას მორჩა დამთავრდა აღარ უნდა იქ კითხვა გამოკითხვა რა როგორც გინდა რომ შენ მოგექცნე ისე მოეკეცი სხვას და რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ კაცო რა თქმა უნდა მოვეფეროთ უნდა აუხსნათ უნდა რაღაცა დახმარება თუ ჭირდება ან არ ესმის რაღაცა და აუხსნათ ისის თუ ცოტა ზედმეტს რაღაცას ამბობს ისიც აუხსნათ რომ ეს რაღაცაი მოვეპყროთ კეთილად ეგ არის ყველაზე ოქროს ასოებია წმინდა მამის სიტყვებია ყველაზე კარგი შურისაძიებელი არის სიყვარული. ხო, ყველაზე მაგარი. სიყვარული არის ყველაზე კარგი შურის ძიებისათვის ხმობილი, ესე ვთქვათ, თვისება. ამით შევიმოსოთ, ნებო, გული სითფოთი გავივსოთ რა, მოვეფეროთ, ჩავევაზ და ჩვენ ხო მტრის სიყვარული, ჩვენმა ერმა აღვასრულეთ. ეს არის უნიკალური ერი ვართ რა, ეგეთი რამე. სტუმარს ღვთისკაცად თვლიანო რა მოვეფეროთ კაცო და ღმერთი მაგიტომაც გვინახავს ჩვენ რომ სწორად ვიქცევით რა ეს არის ნამდვილად რომ მიუხედავად იმ ტკივილისა მიუხედავად იმ განცდისა ღმერთი და თვითონ ახლა მაგ დღეში არიან უკვე ნელ-ნელა მაგრამ ნახე ღირსი მამა აბა დოროთე რას ამბობს ღვთის მიშვებით დაცემულ ადამიანს შენ უნდა მოექცე სიყვარულით ღმერთი არავითარ შემთხვევაში შენ იგივეს არ გთხოვს ღმერთმა მასზე რო განსასწრელი დაუშვა შენ ახლა კიდე კი არ უნდა წეხლი კი არ უნდა კრაკაცო პირიქით ჩვენ ხო ხედავთ რომ ეს ღვთისაგან დაიშვა ამათზე ახლა ეს განსასწრელი სად შეცვიდნენ და თვითონ ომი ახლა იმაში აქვს რა დედაქალაქში ხო და რა გაგვიკეთეს აფხაზეთში და როგორი რა დღეში ჩაგვყარეს დღესამომდე ჩადიან და უსისინებენ აფსუებს რომ აი ქართველებმა რა ქრისტიანობა ეს არის რა მე ამ ხალხს კრემთან არ გავაიგივებ ამ ღმერთმა დამიფაროს სატულინი ჩავიდა ახლა და რაღაცა უსისინებს და რატო აკეთებ ამას კაცო შენ თუ ამბობ რომ მომრიგებელი ვარ ტკბილი უთხარი კარგი უთხარი რომ აჰა ქართველები რუსებზე ზრუნავენ ეგერ ჩადიან და ეს არ არის ქრისტიანის საქმე ქრისტიანის საქმე არის სიყვარული ხო ერთმანეთს დაპირისპირებაში ყველა ვარიანტში სტუმრობა და შეუძლებელია მათი გული არ გავღვეს შეუძლებელია მათი გული არ გათხრეს ეს არ დაინახონ და ხედავენ და უხარიათ კაცო და ცოტა იმაში გზნობენ თავს რა ცოტა შეიძლება შედარებით ნორმალურად იმ ვითარებაში რომელიც ახლა დღეს ესე იგი ადამიანი გარდაიცვალა ჩვენი მრევლი გიორგი ნარსია მოსკოვში საწყალი ახალგაზრდა მის ოჯახს ეკატერინეს მის შვილი ჩვენი სტიქაროსანია და რა არის კაცი დადიოდა რომ თავისი ოჯახი შვილიშვილები 4 შვილი უამრავი შვილიშვილი რო ერჩინა რა და ესე იგი რაღაც დაემართა ტრომბის ესე იგი გავლა ქონდა და გარდაიცვალა და შრომელი დღედაღამე რო ოჯახზე შრომობდა რა მდგომარეობა ესე იგი ფრენები ხო არ არის და ახლა ბენზინს აგროვებენ საწყობს მოსკოვში ქართველები რომ ესე იგი ვერ მოასვენებენ მიცვალებულ საკით რა აი წარმოიდგინეთ როგორი რთული მდგომარეობაა და ეს ჩვენ მოქალაქესაც ესე იგი ესეთი რამ ჭირს და ეს არის ტკივილი რა თქმა უნდა აი როგორ შეიძლება რაც ცუდი ხდება ის კარგად მომეჩვენოს მე ღმერთმა და ჩვენ ხო ისერი არა ვართ ჩვენ ხო სხვისი ცუდი არაზოს არ გაგვიხარ როგორ შეიძლება ეს გიხაროდეს რა რაც ის ხდება რა ერთ-ერთი შეიძლება ეს უხაროდეს ხო ავათ უნდა იყოს სხვისი ცუდი როგორ ხო და მეც ესე ვთვლი როგორ შეიძლება ხალხის ესეთი მდგომარეობა მაგრამ ომია და ომს თავისი
ყველაზე რატო არის რომი არ უნდა გინდოდეს არასოდეს იმიტომ რომ ყველა სტიქიური უბედურება ერთად აღებული და კიდე დამატებული ადამიანური უბედურებები ერთად არის ომი ეს არის საშინელება სტიქიური უბედურება მარტო კი არ არის ძარცვა საშინელება ომს რაც მოყვება ყლელობა გაუპატიურება აი საშინელება ესე იგი რაც ხდება რა ზიზღი და აი უბედურება ეს არის ღვთის რისხვა როდესაც ომი ხდება ეს არის ერზე ღვთის რისხვა ისე ხო არ ხდება ის მტერი რომ მოდიოდა აქ საქართველოში რო შესულა ჯალალედინის სვეტიცხოველში აი ეს გამომეცხადაო საქართველოში წადიო მითხრაო ქრისტეზე უთქვია და რატო იმიტომ რომ დავივიწყეთ ღმერთი და დასასწრელის დაგვატყდა თავს უღმერთოთ რომ გვინდა ვიცხოვროთ შედეგი რა არის აი თქვენ თავში თქვით რატო ვერ ხედავს ადამიანი სარგებელს ღმერთში ყოფნისას და უღმერთოთ რა სარგებელს ხედავს აი როგორი არის ადამიანი დღევანდელი არ არის დატანჯული და გაუბედურებული შინაგანად როგორ შეიძლება შინაგანი ჩემი იყოს ბედნიერი როცა მე ღმერთის გარეშე ცხოვრობ ის ადამიანის ფუნქციაც კი არასრულყოფილად მიმდინარეობს რა ჩემი შინაგანი როდესაც ღვთისმცნებების აღსრულებაში არის მოწოდებული მხოლოდ მაშინ ვარ მე ბედნიერი თორე ღმერთის მცნების გარეშე დატანჯული ვარ როგორ ბოროტი ქრისტეს გარეშე დარჩენილ ადამიანს დატოვებს ისე თავისუფლად არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს დაკეჯნის ადამიანს ქრისტიანს მით უმეტეს უამრავ საფრთხეს შეუქმნის სულიერს ფიზიკურს და ამიტომ არის რომ ცოდვაში იმ ღვთის თაყვანისცემის წილ გართობის რაღაც ფორმებია მოგონილი რომლის ბოლოში ყველგან სიკვდილია ჩასაფრებული ამ გართობების ბოლოში ნებისმიერ მიმართულება აიღე ბარი რისკი არის ბოლოს სიკვდილი აი ემერჯენსში მივიდეთ და ნახოთ რა ახალგაზრდები მოყავთ ნარკოტიკი ისა 1000 უბედურე გაუბედურებული ანისი ახანასია და რატო არის ეს და რატო არის ის უძღებება რომ ის უძღებიშვილი რომ იმ უძღებებაში გონს მოეგო და თქვა რომ კაცო ამ საშინელებას ასაც ვჭამო მამაჩემთანო მონები ბევრად უკეთეს საჭმელს ჭამენო წავალ მამაჩემს და ვეტყვიო რომ ძეობის უფლებას ადმაქო მონადვი მიღო გეხვეწებიო რომ საჭმელი მაინც გონს მოეგო ანუ იმ სუროგაციით იმ ემულგატორებით იკვებებოდა ხო იმ შხამებით ხო ქიმიით იკვებებოდა და აი ამ გასაბრუებელი საშუალებები თანამედროვე რომელითაც თავს ვიკლავდა და კაცო ღმერთი ახარებს გულსა კაცისასა რა თუ გახარება გინდა ღმერთით გაიხარე ადამიანო რატო უშვებ ვენაში და რატო უშვებ რაღაცა რატო უბედურდები რატო კარგავ ადამიანის სახეს მოდი ეკლესიაში ადიდე ღმერთი გამოჯამრთელდი შენი ცოლშვილისთვის მლოცველი იყავი როგორ შეიძლება ადამიანი პრობლემებს უქმნიდეს სხვა ადამიანებს გესმის ადამიანო ერთხელ ხარ მოსული ამ ქვეყანაზე რა ისიც ხვის დასახმარებლად შენ პრობლემა შენ აუბედურებ შეხედე ერთი შენს თავს იქიდან რა გვერდიდან შეხედე შენს თავს რასაკეთებ შეწუხებული ყავს ცოლი შვილი დედა ბიძაშვილი იძახი ყველა მიმატოვაო ყველა კი არ მიგატოვა ვეღარ გაგიძლეს კაცო კი არ მიგატოვეს აღარ შეუძლიათ იმ ხალხს შენი მოფერება შენითან ურთიერთობა იმდენად მძიმე დღეში ხარ რა გამოცოცხლდი ადამიანო გონს მოდი აი ეს გონს მოსვლა არის ქრისტესკან პირის ბრუნება რომ მოდი ეკლესიაში კაცო და დადექი რა ეკლესიაში დაიცხოვრე ქრისტეთი რა ვინმე გაძალებს იმას რო აკეთებ რა ეშმაკი მოდის და გტენის ზალით შენ თვითონ ეთანხმები ეშმაკს თორე რას მოგერევა ეშმაკი გადაიწერე პირჯვარი შედი სალოცავში შეღაღადე ღვთისმშობელს დღეში 10 ჯერ მაინც თქვი მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო 10 ჯერ თქვი დღეში და განიკურნები ადამიანო რა გულით შესთხოვე ღვთისმშობელს უფალს ჩვენს ტკბილს იესო ქრისტეს და განიკურნები და ეს დატანჯული ხალხი კი არ გეყოლება გარშემო შენი შემხედვარე ადამიანს გული როგორ უნდა მისდიოდეს კაცო
ამის გადაგადებული რომ აუ რა ცუდია ისე საშინელება რაზამებისთვის გაჩნდა და ადამიანები როგორ ზოგი ბევრი ხო რა შენი დანახვის როგორ ერთხელ ცხოვრობ ამ პრობლემა ხარ გაი ცოტა ხანი სტუმრად ხარ და შენი დანახვის ეშინია ადამიანებს ვისი დანახვის ეშინიათ რეალურად ეშმაკის და ხო რა ეშმაკის რომელსაც ატარებ რა და განეშორე ამ ეშმაკს უარი უთხარი ამ ეშმაკს განიკურნე ამ ეშმაკისაგან შენი ნებით ხარ მასე თორე შენი ნება რო არ იყოს მისადმი ესე დაქვემდებარებული ამ დღეში კი არ ჩავარდები მე კაცო განებება მე ვნებდები ეშმაკს მე რასაც მე ვაშავებ ხო ჩემით ვაშავებ ახლა ღმერთმა ბრძოლამ გაიმარჯვა ჯვარზე და თქვა ჭირი გაქვს სოფელსაშინა ნუ გეშინია მე მიძლევია სოფლისა ანუ გამარჯვებულ ბრძოლაში შევედი ჩვენ ქრისტიანები ხო ქრისტე მოგვიტოვა ეს გამარჯვება და სული წმინდა მოგფინა აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ მე იქამდე არ ვმალდებიო მე თუ არ ვმალდებიო სული წმინდა არ მოვაო თქვენთანო და როცა მოხდა წმინდა სამებაში ავიდა ადამიანი და ქრისტემ აიტანა თავისი სხეული და მივიდა მამასთან და წმინდა სამებაში ამის შემდგომ მოგვეფინა მადლი სული წმინდისა რომელიც გვახარებს და რომლითაც ვიბეჭდებით ნათლისღების დროს ბეჭედი მონიჭებულ არს სულისამიერ წმინდისა ნიშნავს რომ ვიბეჭდებით ანუ ღმერთთან ვიბეჭდებით მარადიულად ჩვენ ღმერთთან ერთობაში ვარ და მე რაოდენ არ უნდა დავეცე თუ კი მუდმივად ვეზიარებით ღმერთი სულ აგვადგენს აღსარებითა და ზიარებით აი ეს არის აუცილებელი აღსარება და ის მამაო ისე აი აღიარება რომ შენ დაცემული ხარ თორე მაიზამაიც ხა აი ცოდვების შენ შეიძლება ისე სინამდვილად ვერ მოდიხარ მაგრამ ამის აღიარებაში მამაო ხო იმაშვები ანუ თავარია რომ შენი სისუსტე აღიარო რა აი ექიმთან რომ მიდიხარ და შენ რომ უმალავ ხო შენ იმას ფიზიკურად შეიძლება ვერ დაადგინო შენი ისა რა ქვია რა გეკუთნის რა წამალი რაღაცა იმიტომ რომ შენ მალავ შენ ავადმყოფობას და აი აღიარება უკვე რომ შენ სუსტი ხარ და აი ღმერთო უშენოთ მე არაფერი არ ყოფილა ეს არის აღსარება და ეს არის ყველაზე მაგარი რომ შენ როცა ეგრე დაგინახავს ღმერთი აუცილებლად ხელში აგიყვანს რა აი ეგ არის ჩვენ ეს გვიჭირს მამაო სხვათა შორის სხვისი აღიარება თავი და რითიც დავიწყეთ რომ აი უფროს ადამიანს არ ვაღიარებთ იმას არ ვაღიარებთ და ეხლა ის ადამიანი რომელიც თავიზე უკეთეს ვერ ხედავს და ვერ აღიარებს როგორც ემს სხვას პატივს ვერასოდეს ვერ ცემს პატივს იმიტომ რომ ადამიანი გაეგოისტებულია და გონია რომ თვითონ იცის ყველაფერი კარგად თვითონ არის ყველაფერს უფროსი და ასე შემდეგ მისი დრო მოვიდა და ასე შემდეგ და ეგრე არ არის ყველა დრო მიდის ყველანაირი ადამიანი შეუჭამია მიწას და ჩვენც არ ვართ გამონაკლისი ხო და გეხვეწებით აი ამ ხრივ მივხედოთ სულს მთავარი არის რასაც მიწა ვერასოდეს ვერ შეჭამს და აი მამაო რასაც საუბრობს ხო მადლობა ძალიან დიდი თავი და ხსერახმის აროზე გამახსენა რომ თქვენ რომ ჩემი ოცნება არის მოკლედ ესე თან ტელევიზიით ვიტყვი რომ სერახმის აროლის ტაძარი ავაშენო საქართველოში რა ნუ არ არის ერთი პატარა ტაძარი არის ერთ ადგილას ვიცი და კახეთში არის ხოთა შორის ის მერე დაერქვა იმას სახე ძალიან საინტერესო ის არის და სოხუმში ავაშენოთ ხო აუცილებლად აი საქართველოში და ისა რა ქვია მამაო მეუნება რომ ბიჭო რაღაცა ეს მამა გაბრიელი რომ გადმოაბძანეს ლუსკუმაში მაშინ იყო მამაო იყო ერთ-ერთი თავკაცი რა და იქ იყო და ნუ მეც იქ მივდიოდი ხოლმე და ერთად ვიყავით ხოლმე და საუბარში ღამეებს ათენებდა 3 თუ 4 თუ ღამე აი მაშინ ისწავლეთ მე მგონი ღამის გათენება სულ იმის მე აღარ მოусვენია მამაო სულ დადისა ხო და ისა რა ქვია ღამეებს უთენებდა წარმოგიდგენთ 3-4 თვე სულ რა 2 საათი ეძინა დანარჩენი სულ იქ იყო ხოლმე და ისა რა ქვია მე მითხრა რომ რაღაცა ისა რა ქვია რუსეთმაო ესე ამდენი რაღაც დაგვიშავაო და რაღა იმაში მაშინ არ იცოდეთ ხო მაგდრეს რო სერაფის არა როგორ არა ვიცოდი მე მევედრებოდი უბრალოდ მე რაღაცა ის ტკივილი მქონდა რაღაცა ძალიან ტკიოდა ჩემი აფხაზეთი რა და ცოტა ხაში მოდის მე და აუ გიორგიო შენთანო მე მგონიო მე ამ ბავშვიო აი ნახეო რაღაცა ისევ თქვიო და თვითონვე თქვა რომ ისაო და მე იცით რატო რომ მამაო იყურებოდა თავის ტკივილიდან აი ვიწროთ იყურებოდა იმ წამს და სწორიც იყო იმიტომ რომ მე ფართედ ვიყურებოდი იმიტომ რომ მე ეს ტკივილი არ გამივლია და მას პირადად ქონდა გადატანილი და მე დაფიქრდა რომ აი მასშტაბურს ვერ უნდა აჯობოს ამ პირად ჩემ პატარა წყენებს ხო აი ეგ არის მამაო რომ იმიტომ რომ აი მასშტაბური რო აჯობოს მამაო ხო ჩვენ ხო ვალდებულები ვართ რომ ვიღაცა წყალზე რომ მოვა დავალევინო წყალი და აი წარმოგიდგენთ ეხლა თქვენ რომ ყველა შეიზისყოთ ნებისმიერ ეს სიტყვაზე ვიღაცა რო გვებძვის სიტყვაზე რაღაცა ვიღაცა თურქი ხო კარზე რომ მოგიკაკუნოს მამაო ხო რომ გამოაღებ კარს წყალი არ უნდა დაალევინო და ვინ კარგავს შენ კარგავ მაგას ხო ამიტომ არ უნდა ყავდეს ადამიანს მტერი ანუ აი ჩვენ მაგას ვერ უკვირდებით არ
მოჭამოთო და როგორ შეიძლება იქ ხო შენ ყალიბდები რომ არაჭმევ რომ შენზე შეხედულება ხდება ის რომ ეს იცი ვინ არის მე მშიოდა და არ მაჭამა და ამ დროს ვინ კარგავს ღმერთს კარგავს შენ ხო აი ამ ზიზღმა ის რუსი გეზიზღება თუ ვიღაცა ხო აი ეს აი აქამდე მიგიყვანს და დაგღუბავს რა სიყვარული არის შურიზიებისთვის ყველაზე კარგი წამალი აბა რა ჩვენ უნდა გვიყვარდეს და ამით ვიძიოთ შური ჩვენი ესე იგი ვისთვისაც გვაქვს თორე მე არ ვიმსახურებ მე არ გეუბნებით რომ მე მეკუთვნის მაგრამ თქვენი ვალდებულება თქვენი ადამიანობა გავალდებულთ ან მაშინ რითი განსხვავდები ჩემგან მე რო რაღაცას დაგიშავებ მამაო მე უნდა ვთქვა რომ აუ რა კაი ადამიანს დაუშავი და ის კი არ უნდა მათქმევინო შენ საქსე თუ აი ღირსი იყო ხო მიხდით რაღაცა ჩემი სინდისი პატარა ღმერთი უნდა გამიღვიძო შენი საქციელით რა ეგ არის და ეგ უბრალოდ აი ამ მასშტაბზე ვერ გაიხედა ადამიანმა მაინც პირადზე დარჩა რა და მადლობა მამო იმისაც მართლა არ ველოდებოდი ამ ხელა მხვდელი კაცი წარმოიგეთ ამ დონის და უცბად მე მეუნება რომ აუ მაგაშიო მეო და აღიარება აი რამ ხელა მნიშვნელობა აქვს მამო იმიტომაც ახსარება რომ ამ აღიარებას ამ დიდი მადლობა მამო იცი ამდენი რაღაცა მასწავლეთ მაშინ თქვენ ხო და მამო აი რა სიტყვით კიდე ერთი არის რომ აი ჩვენი ცხოვრება კიდე რაც ყველაზე აი ფიქრობ საგულისხმოა და მნიშვნელოვანი რომ აი ყველაფრისთვის ხო ემზადებით და აი ფიქრობთ ხვალ ასე დავგეგმავთ ზეგესე დავგეგმავთ 10 წლის მერე ის უნდა დავგეგმოთ მაგრამ ყველაზე დიდი დაგეგმარება რაც მართებს მე როგორც ქრისტიანს არის ის რომ სახარებაში მიწერია რომ დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი 70 წელი ხო? ანუ 70 წელი არის ის ასაკი რომელზეც გვიმახვილებს ყურადღებას ღვთივ გაურძნობილი წმინდა მამა დავით მეფსალმონი ხო? ხო და აი და უკეთ უძლიერებას აშინა 4 წელი. ეს იმას ნიშნავს რომ და შემდგომად მისა შრომა და სალმობაო რა? ხო და რას ნიშნავს ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ გამოსვლის ჩასაბარებლად ჩვენს ღმერთთან. ჩვენ უნდა შევხვდეთ ღმერთს, ჩვენ უნდა პასუხი ვაგოთ ღმერთთან. ყველა ჩვენს ქმედებაზე და რაზე უნდა ვაგოთ პასუხი ცოდვით სავსე ვართ რა და აბსოლუტურად დღე არ ყოფილა და საათი რომ ნორმალურად გვეცხოვრა და შესაბამისად აღსარებასთან ერთად და ზიარებასთან და მუდმივ ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად ჩვენ გვმართებს მუდმივი სინანული. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ აი ეს უფალო იესო ქრისტე ძეოღვთისაო შემიწყალე მეცოდვილი ადამიანმა სულ მუდმივი სინანული კონდეს ღმერთთან და ხშირად იმევეოროთ ეს სიტყვები რომ ღმერთს ვთხოვოთ შეწყალება თუნდაც უფალო შემიწყალე მისმა უნეტარესობამ მის სიცოცხლეში 2-3 წლის უკანდელ საავდგომო ეპისტოლეში დაწერა რომ ადამიანს შეუძლია მთელი დღე დღის განმავლობაში წარმოთქვას უფალო შეგვიწყალენ ლოცვა ხო უფალო შემიწყალე და ეს ლოცვა იესოს ლოცვა გოძებული გვაქვს წმინდა მამებისაგან მუდმივი სინანულისათვის და ღირსი მამა სილვანი ათონელი ამბობს რომ იმის იქით რომ ჩვენ ვამბობთ აღსარებას და ვეზიარებით იმის იქით კიდევ მთელი ცხოვრება ამის შემდგომ უნდა ვიგლოვოთ ჩვენი ცოდები როგორც ამბობს დავით მეფსალმონი ცოდვა ჩემი წინაშე ჩემს არს მარადას რომ არ დავკარგო გულშემოსრულება და ღმერთმა და მეო ვერ გებულობდიო მადლი მივიღეო და ეშმაკებიც მებრძოდნენ და რატოა ესო უფალოა და ესე ჭირთვა ამ პარტავნებსო უფალმა მითხრაო გულის სიტყვამო და რა უკვე უფალო ეს რომ და შენი თავი გონება ჯოჯოხეთში ამყოფე და სასო არ წარიკვეთო ანუ ყოველთვის მსჯავრის დამნაშავის მდგომარეობაში უნდა ვიყო უფლის წინაშე მონანული და არა როგორც ფარისეველი ახლა როგორც ფარისეველი ვარ ფარისეველი ვინ არის მე ვარ ფარისეველი რითი ვარ ფარისეველი არ ვნანობ ჩემს ცოდვებს კაცო ვიმარხავ ლოცულობ ვაკეთებ სიკეთებს იმას ამას ვიძახი და არაფერს არ ვნანობ გამიგე არაფერს არ ვნანობ და რა არის სერაფიმე საროველი ამბობს რომ ესეთი ადამიანი რომელიც თამდაბალი არ არის სიცარიელია იმიტომ რომ მასში არის ამპარტავნება და თამდაბალი ადამიანი იყო ისა მეზვერე მიუხედავად მისი მდგომარეობისა ღვთის სახელს ვერ სახსენებდა და მუშს იცებდა გულში და თავ დახრილი ამბობდა ღმერთო მილხინე ცოდვილს ამას და შემიწყალე მე აი ეს არის ჩემი მდგომარეობა ასე უნდა ვიყო მე და განცდა თვისად იმას კი არ უნდა ცოდვებზე უნდა ვფიქრობდე რომ არ დავკარგო ტკივილი გულშემოსრულება რაც ცრემლს იწვევს და მთელი ცხოვრება რატო იყო შიომღვიმელი მაშინ რატო ჩავიდა იმაში ჭაში ბოლო 15 წელიწადი სასწაულთ მოქმედი თქვენ წარმოგიდგენიათ ღვთისმშობელი ვინმე ჩვენგანს გამოეცხადო და ყველაზე დიდი მამა ყველა აი ესეთი გამოცხადებები არავის არ ქონია ჩვენს მამათა შორის ხო საქართველოს საქართველოში მოღვაწე მამათა შორის
და ყველაზე თიშობელი ნათლისმცემელთან ერთად გამოეცხადა და ამის და საკვები მოუტანა და ადამიანი რომელიც კი ბატონო ცხოველები ემორჩილებოდნენ კურნავდა ყვებავდნენ მამაო ჩიტებს მოხდა ესეთი ადამიანი ბოლო 15 წელიწადი ჩავიდა ქვაბში ჭაში და არ ამოსულა იქიდან ამბობდა რომ მე მზე რომ ანათებს ესეც კი ზედმეტიაო ჩემთვისო და ნანობდა ესე იგი რას ნანობდა ყველაფერს და დავით ვებსალმუნე თავის დაბადებას ნანობს დაბადება როგორ უნდა მოინანიყო აჰა ესე რა უჟულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამან ჩემან ხახო გესმით მამები სათნოებას ნანობდნენ და დავით ვებსალმუნე დაბადებას უმანკო ბავშვი თავის უმანკოებაში დაბადებას დანობს და ესე იგი სინანული ცულის ცხონება არის ქრისტიანობა და აი ეს არის ჩვენი გზა და ღმერთმა მოგვცეს სინანული მით უმეტეს მარხვარი ერთმანეთის სიყვარული მოდის სინანულისგან იმიტომ რომ თამდაბლობაა სინანული სიყვარული და ერთმანეთის პატივისცემა უდიდესი მადლობა ისეთ ლამაზი საუბრისას სხვათა შორის სერაფიმ საროველზე ხა დღეს მთელი დღე ვახსენებ და თან აი თქვენთან რომ მომიწია ხო სერაფიმ საროველმა თქვა რომ საქართველოს არ შეეხოთ ღვთისმშობლის წიხვედრი ქვეყანა რომ ომი ღვთისმშობელთან გექნებათ ხო და ყველას პრობლემები შეგექნება პატრიარქმაც ეკითხა რო იყო ჩასული უცებრი რუსეთში რო იყო ჩასული ჩვენო არა გვაქვსო გეგმაო დევნილების დაბრუნების და თქვენ თუ არა გაქვთო ღვთისმშობელს ეკნებაო გეგმაო დევნილების დაბრუნების აუცილებლად და ღვთისმშობელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოს გაემთლიანებს თორსა ჩვენ სინანულად მოვექცევით ქართველიერი და ეს განსაცდელები აღარ გავჭირდება უდიდესი მადლობა მამო ესეთ ლამაზ საუბრისათვის და აი მამაო რო ამბობს უფალო იესო ქრისტე ზეუხსა შემიწყალ მეწოდული რატო უნდა იმეოროთ იცით ეს ხო ტვინშიც გიждდება და თქვენ როცა ცოდვილად მიგაჩნიათ თავი შემდგომ ის განსაცდელები რაც მოდის ამის ღირსად მიიჩნევთ თქვენ თავს და ადვილად გადაიტანთ იტყვით რომ მე ცოდვილი ვარ და ვიყავი ღმერთო ამის ღირსი მაგრამ როდის ვერ გადაგვაქვს იცით ის განსაცდელები როცა მოდის რაღაცა ყოველდღიური რაღაცა ისეთი სირთულეები რომ გონია რომ შენ ამას არ იმსახურებ აი ამ ლოცვას რომ გაითავისებ შენ გონებაში ხო აუცილებლად მიხვდები რომ შენ როცა ცოდვილი ხარ ანუ რაღაცა რაც მოდის ხო ისიც ნაკლები დოზით მოდის იმიტომ რომ კიდე ღმერთი გვიცავს და ასე რომ აი ყველაფრის მიმღებელი იქნები და გადამტანი რაც თავარია და აი იგი იქნება ყველაზე მაგარი რომ აი ეს ლოცვა აუცილებლად ვიმეოროთ ხოლმე სულ ყოველთვის ხოლმე გულში დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი დარიგებისათვის ვიყვარხართ ბატონო გიორგი და სიკეთეს გისურვებთ შემოგევლე დიდი მადლობა რომელშიც იმისათვის რასაც აკეთებდა მერთმა დაუცილი გამყოფოთ ძალიან დიდი მადლობა მამაო თქვენ პირიქით რომ ხართ რა ჩვენ ცხოვრებაში და ბედნიერებას გისურვებთ ძალიან დიდ რაღაცას აკეთებთ საოცრებებს პოლონეთში მიემგზავრება ხვალ დღეს ღამისთევა ხვალ აუცილებლად დაელოდეთ იქ მრევლი იმიტომ ძალიან მაგარი სასულიერო პირი შეგხვდათ მათ რომელიც მართლა სულ აქ არის და იქ ფიქრობს იმათზე და რავი დავკარგეთ ფაქტიურად მამა დავითი აქ მაგრამ არავშა სადაც საჭირო იყო ღმერთმა იქ იმას აქნა და ბედნიერებას გისურვებთ მაგრამ ჩვენთანაც იქნება ყოველთვის ავიცი ესე ერთი თვეა ვეძებ წარმოვიდგინეთ რომ მეთქი აი გამოვიჭირო რაღაცა ძლივს მეთქი აი და დღეს როგორ მოვიყვანე იცით ბოდიშტო 2 წამი რა დღეს მოვიდა ღამისთევა აქვს და დილას მიფრინავს ისე პოლონეთში მრევლთან დიდი მადლობა მამა ამ ყველაფრისათვის ამ ხელა მოგზაურობისათვის არ გადართოთ დაგიბრუნდებით აუცილებლად ზარები იქნება შემდგომში გვაძლევს ეს ტელევიზია მაგის საშუალებას მადლობას უხდი ისთვისაც და აუცილებლად შემოვა ზარები საინტერესო კითხვებით და რა ვიცი ბედნიერებას გისურვებთ დროებით